ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა. ყურადღება გამახვილდა სკოლებში საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით უწყების მიზანია სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. სწავლების პროცესის განვითარების კუთხით ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში განმავითაროთ საქართველოში STEM სწავლება, კერძოდ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდილებით შევქმნათ უფრო ფართო ქსელი, მეორეს მხრივ ასევე მათი გამოცდილებით შევქმნათ ახალი კურიკულუმები, ჰუმანიტარული სწავლების მიმართულებით, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერება, სწორედ ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად წელს პირველად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ დამოუკიდებელ სტანდარტს შევქმნით, რაც დიდი ხანია იყო სასკოლო საზოგადოების მოთხოვნა. ჩემთვის როგორც მათემატიკის ექსპერტისთვის მისასალმებელია, რომ მინისტრის ხედვა არის, რომ სწორედ მათემატიკის და ფიზიკის სწავლება გაძლიერდეს. ამას უწყობს სწორედ ხელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და აი ამ მიმართულებით გეგმის გაძლიერება, ასევე იყო საუბარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიების გაძლიერებაზე და STEM მიმართულებით სწავლების გაძლიერებაზე. აი ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარება და სასკოლო საზოგადოებისთვის ამის გაცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.